მზე სახლის სახურავზე. გათენდა, დაღამდა, გათენდა, დაღამდა, დაღამდა, დაღამდა. მოიცა დედა მიყურებს, გრძნობ, დაღამდა, დაღამდა. გაბრიელ, დაგინახე, ჩემო ძილის გუდა, დაგინახე რომ გვიწავს. ჩაკოცნა დედიკომ პატარა გაბრიელი, რომლის სიცილმა ოთახის სიმყუდროვე დაარღვია. ასე იღვიძებდა ყოველდილით გაბრიელი. ჯერ დედასთან იწყებდა მორიდებით თამაშს, რადგან იცოდა დედას მუცელში პატარა დაიკო ყავდა. მერე მათ მამა შემოუერთდებოდა, შეისვამდა მამა კისერზე პატარას და მთელ ოთახს შემოარბენინებდა. შემდეგ მშობლები უბრუნდებოდნენ თავიანთ საქმეებს და გაბრიელი სახლის სახურავთან მზის მიახლოებას ელოდებოდა, რადგან ბაბუ სწორედ ამ დროს ბრუნდებოდა სამსახურიდან. ყველაზე ხმამაღლა და გულიანად ბაბუს სახლში მოსვლისას თამაშობდა გაბრიელი. ბაბუ ჯერ ხელებს დაიბანდა, მოწესრიგდებოდა, მერე გამოიწვიდა გაბრიელისკენ ხელებს და იწყებოდა დიდი თავგადასავალი. ხან ბაბუსთან ერთად გაბრიელი ჯუნგლებში იყო და უხილავ ცხოველებს ემალებოდა. ხან თვითფრინავით დაფრინავდნენ და უეცრად ზემოდან ეშვებოდნენ, ხან ბატუტებზე დახტოდნენ. ახლა კი ეზოში დგას მოწყენილი გაბი და უყურებს მზეს და სახურავს. აი, ცოტა დარჩა, სულ ცოტა და მზე სახურავზე იქნება. სახურავის წვერს მიუახლოვდა თუ არა მზე, გაბრიელს აუჩქარდა გულისცემა. ჭიშკარს მოუახლოვდა ყველაზე კეთილი, ყველაზე ძლიერი და მხიარული ბაბუ. გაბი ადგილს ვერ პოულობს, თითქოს გული სადღაც გაქცევას ლამობს, მაგრამ ბავშვმა იცის, ბაბუ მოწესრიგდება და მხოლოდ მერე შეძლებს გაბისთან ერთად მოგზაურობას. ნეტა დღეს სად უნდა წავიდეთ, ფიქრობს გაბი და თვალს არ აშორებს ბაბუს. უეცრად გაბიმ ორი გაწვდილი ხელი დაინახა და აფრინდა მაღლა, სულ მაღლა. ფრთხილად ბაბუ, სახურავს თავი არ აარტყა, მაგრად მოეჭიდე და გაუფრინდეთ. ბევრი იფრინეს თუ ცოტა, გაბი და ბაბუ ველზე ფრთხილად დაეშვნენ. სწრაფად აქეთ, უთხრა ბაბუმ და ერთი დიდი ხის ფუღუროსთან გაჩერდნენ. ახლა ძალიან ჩუმად უნდა ჩავძვრეთ ამ ფუღუროში. ეს ფუღურო ჩემია, არსად გაგიშვებთ. წინ გადაუდგა განრისხებული ციყვი ბაბუას და შვილიშვილს. აი შენ თხილი, აბა რა სიტყვი, გაგვიშვებ თუ სხვა გზა მოვძებნოთ. გაგიშვებთ, წაიბუზღუნა ციყვმა და გვერდზე გაიწია. ბაბუა და გაბი ფუღუროში შეძვრნენ. უეცრად ყველაფერი დატრიალდა, მაღლა აიწია და ბაბუა და შვილიშვილი ყვავილებით მორთულ მინდორზე გავიდნენ. ყვავილებს დედას წავუღებ, თქვა გაბიმ, მას ბაბუაც მიეხმარა და დიდი თაიგული შეკრეს. მამას რა წავუღო? მამას? მოდი კენკრა შევუგროვოთ. კენკრაც ბლომად მოაგროვეს. ახლა კი? ახლა განძისთვის უნდა წავიდეთ. განძი ვიპოვოთ, ხომ გახსოვს? შეახსენა დავალება ბაბუმ შვილიშვილს და გზა ძირს გაწოლილებმა გააგრძელეს. თავი არასწიო, თორემ შეგვამჩნევენ. წინადადება არ დაუსრულებია ბაბუას, რომ უკან მიიხედა და შვილიშვილი ფეხზე დამდგარი დაინახა. მამა, დაღლილი ხარ, ადექი, ბაღშამი მზად არის. სხვათა შორის გაბრიელ, შენი ჭამის დროც არის, თქვა ღიმილით დედამ. გაბრიელი ხელში აიყვანა. უეცრად გაქრა ყვავილებით მორთული მინდორი, დიდი ხის ფუღურო, განრისხებული ციყვი, შეგროვებული ჟოლო და ყვავილების თაიგული. გაბრიელმა ხელები დაიბანა და ყველანი მაგიდას შემოუსხდნენ. გვიან ღამით გაბრიელი საწოლში იჯდა და ფანჯარაში მოციმციმე ვარსკვლავს ევედრებოდა. ნეტავ ხვალ მზე მალე მოვიდეს სახურავთან, ნეტავ ხვალ დაღლილი არ იყოს ბაბუ და საგანძური ვიპოვოთ. მერე ისევ გააგრძელა თვალების პაჭუნით თამაში, დაღამდა, გათენდა, დაღამდა და გაბრიელს ტკბილად ჩაეძინა.